კვლავ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბათუმში თბილისის გალერეაში გამოფენა გახსნა საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას და დამოუკიდებელი საქართველოს 3 წლიან პერიოდს ასახავს. სულ წარდგენილია 63 ფოტო რეპროდუქცია. გამოფენა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა და ბათუმი მეოთხე ქალაქია, სადაც ექსპოზიციის ნახვის საშუალება აქვთ. ერთ-ერთი ფონდი სწორედ უკავშირდება საქართველოს პირველ რესპუბლიკას 18-21 წლებს, როდესაც ჩვენ მივიღეთ პირველი კონსტიტუცია, როდესაც ოკუპაცია დაიწყო თებერვალში 21 წლის დემოკრატიული სახელმწიფო საქართველოში დროებით გაჩერდა. მაგრამ დღეს ის ცოცხალია, დღეს ის ძლიერდება და ამის სიმბოლოა სწორედ ეს გამოფენა. წარსულის ისტორიის გამოცდილების შესწავლა და აზრება, რა თქმა უნდა, აუცილებელია თანამედროვეობისათვის და მომავლისათვის. მით უმეტეს, როცა საუბარია 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაზე, ამ მეტად ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო პერიოდზე ჩვენი დიდი ისტორიისა.